გიორგი, ეს დამტენი ტემოდან გამოწერე ორვალად და ძალიან კმაყოფილი ვარ, რა მაგარი ეკონომია გავაკეთე არა? ანა, ეგ დამტენი შეიძლება კი იაფია, მაგრამ უსაფრთხო არ არის და შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს. Ზუსტად ასეთი ნივთების გამო ევროკავშირმა ტემო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 200 მილიონი ევრო, ესეთი რა აღმოაჩინეს? ევროკავშირის ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ტემოზე მასობრივად იყიდება სიცოცხლისთვის საშიში და უკანონო ნივთები. მაგალითად, ელექტროდამტენების უმრავლესობა ელემენტარულ უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ყველაზე საგანგაშოა საბავშვო სათამაშოებში აღმოჩნდა ძალიან საშიში ქიმიკატები და პატარა დასაშლელი ნივთები, რომლებიც შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს და სიცოცხლის საფრთხე შეექმნას. ევროკომისიამ პირდაპირ თქვა, რომ კომპანიამ გარკვეული წესები დაარღვია. ევროკავშირმა კი დაიცვა თავისი მომხმარებლები და ბაზარი, მაგრამ ჩვენ არ ხდება საქართველოში. ანა, ეს არის მთავარი პრობლემა. საქართველოში ტემოს ბუმია, მაგრამ ჩვენთან ამანათებით შემოსული პროდუქციის შემოწმება ნაკლებად ხდება. სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, რომ ყველა სათამაშოს ქიმიური შემადგენლობის ექსპერტიზა ჩაატაროს. მოხმარებლები ყოველთვის ეძებენ იაფ ალტერნატივას. მაგრამ გახსოვდეთ, უფასო არაფერია. ხანდახან დაზოგილი რამდენიმე ლარის ალტერნატიული დანახარჯი გაცილებით ძვირი გამოდის. გიორგი, ვის ელაპარაკები?